სახელით ამ ამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსღმერთი. დღევანდელი სწავლება სახარებისეული არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, იმიტომ რომ ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას, მის ყოფიერ პირად ცხოვრებას, იესო ქრისტეს, იმივდენ იესო ქრისტესთან ებრაელები და კითხეს შეიძლება თუ არა ცოლთან გაშორება. შეიძლება თუ არა ცოლთან გაშორება და ერთი ოჯახის მერე სხვა ოჯახის შექმნა და იესომ უთხრა რომ არა, ესე წერია, თქვენ ესე იგი იესო ქრისტე ებრაელებს ელაპარაკება საღვთო წერილით, მუდმივად. და ეუბნება რომ საღვთო წერილში ესე წერია რომ რომელი ღმერთმა შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნა. ანუ ღმერთმა თავდაპირველად ესე შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. და ერთი როგორც ოჯახი ისე აკურთხა ადამის და ევას კავშირი. და ებრაელებმა კითხეს, აბა მოსემ რო ჯული მოგცა და მოსემ რო მოგცა ამის ნებართვა და მოსემ რო დაწერა, ესე იგი როგორი უნდა იყოს განტევების წიგნი, ანუ ესე იგი განქორწინების წესი, მოსემ აკურთხა. ეს როგორ იყო აბა? ესეთი რაღაც უპასუხა იესომ, რომ ეს მოსემო თქვენო გულფრთხილობისა თქვენისათვის მოგცათო. ანუ ესე იგი აქ ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს არის სრულყოფილება. როგორი არის სრულყოფილება? აქ ის კი არ არის ლაპარაკი, რომ ღმერთი აძლევს თუ არა ნებართვას ადამიანს, რომ სისუსტე გამოიჩინოს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. საერთო წესი ესეა, რომ ადამიანმა ერთი ოჯახი უნდა შექმნას და ერთ ოჯახთან უნდა იცხოვროს. კაცმაც და ქალმაც. და ნებისმიერი სხვა შემთხვევა, იქ ნახსენები არის კიდე ცოდვა, ცოდვის გამო შეიძლება დაშორდე ადამიანს. დანარჩენი ესე იგი ეს არის ნაკურთხი ღვთისაგან. მაგრამ თუ არის რაიმე გარემოება, უფალი მაინც აძლევს ადამიანს ამის უფლებას, რომ ადამიანი ეკლესიის გარეთ არ დარჩეს. რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში. მაგრამ იესონება ამის შემდეგ ძალიან იდუმალებით ახსავს სიტყვებს ეუბნება ებრაელებს. რომ საჭურისი, ანუ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ეს ფიზიკურად, ესე იგი სხვა ადამიანთან ყოფნა, რაღაც მიზეზი რომ შეიძლება ესეთი დაიბადოს. შეიძლება ესეთი მერე გახდეს სხვა ადამიანებმა ზიანი მიაყენონ და აღარ შეეძლოს მეორე ადამიანთან ცხოვრება. მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი რამ, რომ ღვთის გულისათვის ადამიანმა თავი დაისაჭურისოს. ეს რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეკლესიის ისტორიაში ასეთ შემთხვევებიც იყო, როდესაც ადამიანები ვითომ ამ ცნებას ასრულებდნენ და ფიზიკურად ისაჭურისებდნენ თავს და ამის გამო ეკლესიისგან ძალიან მკაცრი სასჯელი ჰქონდათ. მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რამეზე. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ იესო ამბობს, რომ ვისაც შეუძლია ამის გაგება, ვისაც შეუძლია ამის თვირთვა, იმან იტვირთოს ეს და იმან გაიგოს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რა თქმა უნდა, კაცის და ქალის ურთიერთობა, ოჯახი, ეს არის ღვთისაგან კურთხეული, მაგრამ იესო ამბობს, რომ არსებობს რაღაცა უფრო მეტი. ეს არის მსგავსი იმ სიტყვების, როდესაც ადრე ეუბნება იესო თავის მოწაფეებს, რომ ვინც არ დატოვოს ცოლი, შვილი, დედა, მამა, და ძმა, თავისი სამშობლო, ჩემი გულისთვის, იგი ჩემი ღირსი არ არის. და წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის მტკიცება იმისა, მტკიცებულება, რომ იესო არის ღმერთი. ღმერთის გარდა არავის გულისთვის არ შეიძლება ამის გაკეთება. აი, მიტოვება ადამიანის, აღარ ჩამოუთვლი ხა თავი. არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთზე ალაპარაკი. აი ესევე ღვთის გულისათვის შეიძლება, რომ ოჯახი დაიშალოს და შემდეგ ცოლი და ქმარი ორივენი წავიდნენ მონასტერში. აი ეს შეიძლება, უბრალოდ ეს არის უმაღლესი შეიძლება ითქვას სრულყოფილება ადამიანისათვის. და ამის მაგალითები გვაქვს ისტორიაში და მაგალითად ამის მაგალითი არის წმინდა ნინოს ოჯახი, მისი დედა და მამა. და კიდევ ბევრი ოჯახი არსებობს ესეთი. ასე რომ აქ ლაპარაკი არის ერთის მხრივ რა არის ღვთისგან თავდაპირველად ნაკურთხი? ეს არის ოჯახი ღვთისგან არის ნაკურთხი
მეორე აქ არის დღევანდელი სახარებიდან სწავლება, რომ ოჯახი არ უნდა დაიშალოს, არ უნდა დაინგრეს, თუ რაიმე მიზეზი არ არის, თუ ცოდვა თუ არ არის რამე ისეთი, რომლის გამოც შეუძლებელია გაგრძელება ოჯახური ცხოვრების. და მესამე, რომ უმაღლესი სრულყოფილება ეს არის ღვთის მსგავსად ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.